ნახეთ. ეკა ხო ჭამს ფაფას. ნახეთ ევარაკემრია. ევარაკემრია. შემეძლო ეს არ მეჩვენებინა. ესა, ой, ძალიან. ვიცი ფასება, ეს არის დერის ვლოგის გაგრძელება. ეხა უკვე დღევანდელი ამბები, წინა ნაწილში მოგიყევით გუშინდელი ამბები და მოდი ხა გავაკეთოთ ისა. ჩაი ავადუღოთ. ევას ჭამს ხო? აუ იცი გემრიელად ჭამს ფაფას. ხო, თონიკე მითხრა, აი ამ ჭიქაში გამიკეთე ყავაო. გუშინაც ამაში დაულევია. აი ის მომაწოდე წყალი ჩამოყარა. აჰა. ასე. ეს დღესაც აი დღესაც უნდა ვიყიდო. სიმართლე მე რა მინდა არ ვიცი. თითქოს უნალექო ყავა არ მინდა. აი რა კარგია, დიდი და ღრმა ნიჟარა და ესეც ნორმალური. ოღონდ უნდა გამორთო შენ. პირველ დღეს მეგონა რომ თავისით გამოირთვებოდა და ველოდე და კიდევ გაიქცა ჩაიდან. ეს გვაქვს ნახე. მეორე ნახე რამდენი სიმინდი გვაქვს თბილისიდან ხალხო წამოღებული. ერთი პარტია ხო შეიჭამა და ეს არის კიდე მეორე პარტია. ესენი რო ყიდულობენ აქ აი ამ იმებს რა ქვია ლობიანებს და ხაჭაპურებს და ეგეთ რაღაცებს ხაჭაპური არ გვინდაო იმდენ ცუმსა ვჭამდო მე ვუთხარი მეთქი არ გამაგონოთ მეთქი აღარ იყიდოთ თქო ეს გამომცხვარი რაღაცები აი მაგალითად ვიყიდოთ ეს სუში ტორტი მე რაც უნდათ ანუ გინდა შაურმა თუ უნდათ კი ბატონო ვიყიდოთ აჭარულზე ერთხელ წავიდეთ მეთქი მაგრამ აი ამ იცი რამდენი ფული მიდის უაზროთ ამ გამომცხვარში გავაკეთებ მეთქი რამე თქვით მეთქი რა გინდა სადილე გავაკეთებ ანუ ყოველ დღე ხა დილას შუა დღესაც და საღამოს არა და ცხობას და იმას არ დავიწყებ ხა შანსი არ არსებობს მე აქ მაგრამ ანუ სადილე შემიძლია რომ გავაკეთო აგერ კარფურიც არის შვენიერი და ისა ყველაფერი იყიდება რავი რაც გვინდა თევზი არ გაგვაგონო, აღარ გვინდაო. ხო და ისა.
ასა აქ ჭარბულის უჭმელად როგორ გუშინ კი ვჭამე მაგრამ ხო ძალიან საყვარელი კვერნა აქ გუშინ კი ვჭამე მაგრამ კიდე მინდა რომ ვჭამო ანუ ყველამ ერთად მინდა რომ ვჭამოთ ნინომაც მითხრა რომ ცეროდენაშიო ისაო აჭარულიც იქნებაო და იგივე მცხობელი ეყოლებაო ჩემი ტელეფონია ასე მოიცა ტელეფონს მოვიდა აჰა ასე ეს დავტენეთ და დღეს გავერკვევი ამის მუშაობაში და ბონი შემოდი სახში აუ გარეთ მიდიხარ მოიცა რა ესენიც გაგატანო ბონის სასახელოდ მინდა ვთქვა რომ უცხო გარემოშიც არაფერი არაერია დავთხრები სადაც საფენს დაუდებ მიდის და იმ საფენზე შვება ნულია მიდიოდა და გავატანე საფენი ხო და იცი ძალიან კაი გოგოა რა და გარეთ როგორც კი გაიყვან კიდე გარეთ შვება ანუ რა ვიცი ძალიან კაი საყოლიო ძაღლია ჩიხუახუა თურმე შეც გსურთ ძაღლი აი გუშინდელი 1426 კალორიით მოვრჩი გუში აჰა დღეს ახლა რძე ისე ურწიან ყავასო ოღონ შაქრის გარეშე თუ არა ძეც არ მინდა ურძეოს დავლე აი ამ ჭიქაში მინდა გახსოვთ ეს ჭიქები ხალხო ესენი ასოცირდება ჩემთვის აი რაღაცა ბებიების აი ჩემი ბებიების ჩემი ბებია რო იყო იმ ხალხთან რა მაშინდელი ჭიქებია ხო და ისე გემრიალთვან ხოლმე ჩაის და აი ჩაისთან და ბებიასთან ასოცირდება ჩემთვის აი ეგ ფახლავით დავასრულე გუშინდელი დღე ხო და ფახლავით უნდა რა ვქნა ეს ძალიან კალორიულია მაგრამ მინდა რა გავაკეთო აღარ ვიყიდი მეტად აი ეს მართლა ძალიან აქ რო ვიყიდე ის არაა საცდური იმას არ შევჭამ ძალიან მარტივად მაგრამ ეს ძალიან გემრიელი ხო და ასე შევთავაზე რომ გავაკეთებ სადილებს საუზმეების გვაქვს ანუ ჩვენ სულ გვაქვს ისა რა ქვია მაგას კვერცხის უგვაქვს ყველი გვაქვს აი ასე მინდა გავაფუჭე დავშალე აი მშვენიერი 30 გრამი ხო და ხო და ესე შემოკარგებულად კბილებო არის ველი
ეს კიდე სხვა ფახლავა. ჩახურია რა. აქ რამდენიმე ფახლავები ყოფილა. ძალიან ცხელი ეს უნდა გადავანელო. არ დამცინოთ. ბავშვი რო ვიყავი, ბებია ჩემი მინელებდა ხოლმე ჩაის და ახლა ყავას გადავინელებ მე თავად. ხელი მომარიდე. ყავა ხო არ გადავარო. კინაღამ ხელი შეუშვილა მდუღარეს. ეგონა რომ უყრიდი. აუ ეს არ მაქვს ამი ესეთი ბახლავა და ეს ძალიან გემრიელია. ჩახური გიგეთ ისკოს სხვა არის. ეს არის მიგოზე თუშმიშეთ. ხოე ჩომეთ. ეს არის ჩემი სიყვარული. ყავას სამბაინე. ხალხო ინახეთ რა ადვილად იკრიფება კალორიები. გულში რომ მოვიტანე ეს ორი ნაჭერი შეჭამეს. ერთი ნაჭერი მე რო დავთვალე 400 კალორია იყო. ორი ნაჭერი უკვე 800 კალორია. და დღის განმავლობაში რა მარტივად შეიძლება დილას და საღამოს შეჭმა. და გუშინ საღამოსო შევჭამე ეს. კიდე მინდოდა რამე. კალორიები ვარ და მე თვალ აუცილებლად კიდე რამე შევჭამ, იმიტომ ცოტა კიდე მშიოდესავით. მაგრამ ვიცოდი რომ აღარ იყო კალორიული ფული. ოღონდ გეა მაქვია ამას. ძალიან გემრიელია. ჭამედე. თქვენ უკან ვაი კვარაცხელი არ ვახატია. ნიკო ის ხმება ბათუმში ყველაზე გემრიელი ლუდი, ცოცხალი. ინსტიტუტში შესული ვიყავი და ვიღაცამ ჩამოიღო კარი. მე დავაკარგული ოჩები. არის მისი კიდე? არის მის სხვადასხვა. ანდრიას მეძახი ხოლმე. არ ესმის, მე ის რაც მეძახის მე არ მესმის და პრობლემა ისაა რომ ვეღარ ჩარეს ხავ, საათ ნახევარი უნდა რეცხო. აი საკაცო ჭამ. არმია ხო, წყალს დაბალი ნაპორი. ეს სულ შეჭამა ევამ, ხოჩა? თავის ხელით. უყურე. იკა ნახე შენ როგორ ჩსია ჭამე ის თითქმის ისეთი ჭამა. ეს ბილია, ნეტ ბილს ვიგებ. ეს ძალიან ტკბილია. ძალიან რა ვიცი ხა ჩემთვის არა და. აბა ეხლა დავიქოთ კომენტარები. აუ როგორ ვისიამოვნე იმ პატარა ფახლავით. იცოდეთ გოგოებო რომ აი ორ ცალს შეჭამთ თუ აი ამ ჩემსავით ცოტას ეგ არ განსაზღვრავს სიამოვნების დონეს. უფრო მეცაც გეტყვით, ზედმეტს რო შეჭამდა გულისრევის გზნობა რო გეწყება და სინდისის კენჯნა, იმ სიამოვნებას კარგავ რაც მიიღე. ამიტომ ზომიერება ოქროა. ბრილიანტი. არა, ანუ დროის მერე ალბათ ყველაზე ძვირფასი ვალუტა არის ზომიერება. იმიტომ რომ ვინც ეგ არ იცის. რატო? ხო ასხია. არ ეყო ხაგაცო. გუშინ ერთი დალი ერთი მოიკუდა ერთჯერს. ძალიან კაი, დღეს ეს დიდი სნო უყიდოთ, ხო?
ზოია გულები შორე მე მაგონიოში დავდივარ ზღვაზე ძალიან კარგია ხო აი რაღაცა ზღაპარი ყოფილა ნინო ბედნიერი დასვენება ვერ ვადევნე შენს ლოგებს თვალი ჯანმრთელობის პრობლემა შემექნა და მგონი დავაღწიე ექიმებში სიარულს თავი სულ ასეთი ლამაზი დღეები ჩემო გოგო მომწერე ნიაბა რა პრობლემა შეგექნა და ხო კარგად ხარ ანუ პირად შემომწერე ავლია ვიდეოს ვიღებ და მე რო ვაჩხრიალოთ ხო ზღვაზე იყავი ჩამოხვედით უკვე მე მართლა საოცარი სილამაზე და ხედები იყო საოცარია ჩვენი საქართველო არ გითხარი მივირთვი თუ არა ნორმაზე მეტი მეც ზუნებას ვერ გავუძლებდი არა ძირფასებო არ მივირთვი მე აღარ ვარ ის ნინი მე ის ნინი ვარ ვინც იმას აკეთებს რაც ამბობს всё არა ფოტოებიც გადავიღე რამდენი იყო და რამდენი ვჭამე იმისთვის რომ მე გამომეთვალა ხარი ხوار დავიწყებდი თვლას თქვენც ჩაგიგდებთ ფოტოებს რამდენი ვჭამე და რამდენი დავლია მანანა გოგოებო წარმატებები რა კარგ ადგილებში წაგიყვანა კარგი გოგო ძალიან კარგი გოგოა ნინო აი ძალიან აი გულიანი ძვირფასი აი ჩემი დიდი ხნის მაყურებელი რომელსაც ჩემი აი ისეთ იცი როგორი სიყვარული აქვს აი ზედაპირული წარმოდგენა კი არ შეექმნა არამედ მე იცის ვინ ვარ ხვდები და ანუ ძალიან კარგად მიცნობს და ძალიან ვუყვარვარ იმის გამო მე ვინ ვარ და აი რაღაცა ძალიან ძვირფასია აი რო გრძნობ მაგას და თან იცი როგორია ანუ იმდენად აი რო ურეკავენ და ტელეფონზე რო ლაპარაკობს ან სხვებთან რო ურთიერთობს იმდენად აი ჩამოყალიბებული დახვეწილი ანუ აი თანამედროვე ბიზნეს გოგოები რო ლაპარაკობენ ესეთი საუბარი აი რა ვიცი რა ტყვიაში რო აჯენს ესეთი და ჩემთან არის ისეთი ტკბილი, ისეთი ძვირფასი, ისეთი სხვა როგორ გითხრა, ეგ ხო ძალიან ძვირფასია საქმეში და გარეთ აი ესეთი როა. და აი ჩემთან რო ისეთი ტკბილი, ისეთი ძვირფასი, ისეთი აი ფისუნიასავით, ისეთი აი არ ვიცი ვერა გიწერ როგორია. ეხა დადო ისა რილსი. მოსმერია. ასე. ესე იგი ჩემო საყვარელო, იმედენად სავსე ვარ გოშინდელი ემოციებით, რომ დღეს ერთი ვლოგი მაგაზე ვილაპარაკე. ძალიან დიდი მადლობა. ანუ გუშინ საღამოს მინდოდა მე თქვა, მაგრამ აქ ისეთი დანატრებულები დამხვდნენ, მე იქ წავედით, მე იქ ვეღარ მოგწერა. ძალიან დიდი მადლობა მინდა მე თქვა გუშინდელი დღისთვის, იმიტომ რომ პირველად იყო, რომ მე აღვივსე შენით, ზღვით, ემოციებით, საკვებს თავისი ადგილი ქონდა და ანუ ისეთი ბედნიერი ვარ, აი ამ ყველაფრით, რომ აი არ ვიცი. მიყვარხარ ძალიან. კი და მე და შენ სელფი გადავიღე, ეგ არ ჩამისვლი, არ ვიცი. არ ვიცოდი ჩამესვა თუ არა გინდოდა თუ არა და სახში ვაჩვენე და ყველამ თქვა რა ლამაზი გოგო აი ულამაზესი ხარ აი საოცრება ხო ლელა ღმერთო რა სილამაზეა გავოგნინი რამდენჯერ ვუყურე ვიდეოს ტკბებოდი სანახაობით საოცრება პროსტა თვალს უხარია შენი ყურება ისეთი ლამაზი ხარ მშვენიერი საოცარ ფორმაში გოგოც მშვენიერია კი ნინო ძალიან კარგი გოგოა საოცრება ძალიან ძვირფასი ადამიანია თამუნა ნირა კარგია ფრიდაში და წახვედი მან ჩემა გოგომ პატარა ქორწილი გადაიხადა მარტო თავისი მეგობრებით ულამაზესი და ორიგინალური იყო კი ძალიან ლამაზი იქნებოდა ძვირფასო ფრიდა ანუ ხელოვნების ნიმუშია ეგ პირველ რიგში და მერე კაფე. ირმა რა სილამაზეა, გაიხარეთ გოგოებო, მადლობა ძვირფასო. მარიამ ნინი ლამაზო, ძალიან ლამაზი ხარ.
თმა ლამაზი გოგო ხარ, ძალიან მიყვარხარ. ვაიმე, აი ამ კომენტარი ვიცი რომ დადებითად არის დაწერილი, მაგრამ გულზე ძალიან მომხვდა თამარ და ისა ჯერ ეს დაწერა, მოიცა ნინი ბედნიერი დასვენება. მე არ ვარ ბლოგერი, მაგრამ ხშირად მოგზაურობ ევროპის ქვეყნებში და დავწმუნდი iPhone-ი ვერ აღიქვავს იმ სილამაზეს, რაც უნდა გადმოგცეს კამერამ. კარგი კამერა დაგხატავდა, რასაც სწავლ ადგილას იყავი რა ადგილია. ეს კომენტარი და მეორე აი ეს მოაყოლა კიდე და კიდე მინდოდა მეთქვა რომ თოკო არის ზე ულამაზესი და უსიმპათიურესი ფილმში უნდა გადაიღონ იესოს როლი ქონდეს ისეთ ცუდად მომხვდა გულზე სამივე ანგელოზი ყავს მაგრამ თოკოზე ვგიჟდებიო ძალიან გთხოვ ეგეთი რაღაცა აღარ თქვა ძვირფასო აი ძალიან გთხოვ იესო ქრისტე ანუ ეგეთი რამე არ თქო ანუ რა ვიცი მკრახელობად მიმაჩნია ეგეთი რაღაცა და რაღაცა ძალიან შემეშინდა და ღმერთო ყველა დაგვიფარე ყველა. ნინი მტირალას ეროვნულ პარკში წარით არ ინანებთ ულამაზესია იქაურობა. ნატო რა სილამაზეა, ვაუ, მადლობა ნინოს გაიხაროსო. დათვი, აი ხო, კვერნა მინდა. პინგვინიც მინდა. პინგვინსაც არ ვიტყოდი უარს, ნახე წინ პინგვინიც არის. რატომ? ესე იგი, და გენაცვალეებით უნარაკოპწია ხარ ლამაზიო, მადლობა ძვირფასო. ლალი საყვარელი ადამიანები, მანანა წარმატებები ნინიევა ძალიან საყვარელია, მისთვის ირთობს თავს. ხო, აი, როგორც კი ბავშვი არის სწორ მდგომარეობაში და გარემოში არასოდეს არ შეგაწუხებს. ყოველთვის ბავშვი ჯანსაღ მდგომარეობაში მოძებნის თავის გასართობს. თუ ბავშვი თავს თვითონ არ ირთობს, ეს ბავშვის პრობლემა არ არის. ეს არის არასწორი მიდგომების პრობლემა. აი, მაგაში ნუ მე ვამბობ ჩვეულებრივ შემთხვევებში, როცა რაღაცა პრობლემა აქვს, მე მაგაზე არ ვსაუბრობ ახლა. ანუ მაგაში არ აგვერიოს. თამუნა, გენაცვალე პატარა ოევაზე, ბედნიერი დასვენება. ბათუმის წყალი არ შეიძლება წამლავსო. მარიამისთვის მინდოდა აი ამაზე მეპასუხა. რაღაც მაინტერესებს, ანუ შენ რომ გაქვს 15 Pro Max-ი და ასევე Samsung S24 Ultra, აღარ მაქვს S24 Ultra. ვფიქრობ ვიყიდო S25 Ultra, მაგრამ 50-50-ზე ვერ გადავწყვიტე 16 Pro ვიყიდო თუ S25 Ultra. მე უფრო გადაღებას ვაქცევ ყურადღებას და შენ გამოცდილებენ რომელი ჟობს. ღამის გადაღება, დღის გადაღება, რომელი უკეთესი ფერები და ასე შემდეგ. თუ არ დაგეზარება, მიპასუხე გთხოვო. ესე იგი, ინახე, მე აღარ მაქვს S24 Ultra. ანუ მე მგონი პასუხი გავეცი. მე მაქვს iPhone 14 მქონდა Pro Max-ი, 15 Pro Max-ი და 16 Pro Max-ი. და მე ვთვლი რომ თუ iPhone-ს ყიდულობ Pro Max-ი უნდა იყიდო, იმიტომ რომ რიგ რაღაცეებში Pro არის მოუხერხებელი, თუ შენ რაღაცა კონკრეტულში და სპეციფიურში მისი პატარა ზომა არ გჭირდება, მაშინ ჩადე აბა ეგ პარკი. მაშინ აი ეგ მისი სიპატარავე უფრო მინუსია ვიდრე პლუსი. თუ რამეში ეგ არ გჭირდება. ეს იმიტომ ავიწი რომ ძალიან ცხელა. ხო. შესაბამისად ფერები, ანუ იმიტომ აღარ მაქვს მე 24 რომ ავიცი რა. ვერც გარეთ, ვერც შიგნით iPhone-ი რომ მქონდა და აი გვერდზე ვერ უდგება კი არა. აი რო ჩამოვყვებოდი ჩემს ვიდეოებს და მაგის გადაღებული რომელი იყო შორიდან ვცნობდი და აი შეხვიდე რაღაცა ბნელოდა ვიდეო ანუ სხვა ფერებში იღებს რაღაც არ ვიცი მე ვერა მაპატია თვისაც ძალიან გიყვარს Samsung-ის ფლაგმანების გადაღებული ვიდეოები მაგრამ
მე ვერა, მეთქი მე ეს ტელეფონი მომაშორეთ არ მინდა თქო. და ეხლა არ ვიცი ეს 25 როგორია, სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ეს 24 ხო იყო, ჩემი თუ 23 იყო. თუ 24 იყო მგონი. არა და არა, ანუ 14 Pro Max-ის გვერდიც კი არ დავაყენებდი. არა თუ 15-ის. და 15 ჯობია. და 16 ხო მით უმეტეს. რავი, ჩემი არის 16 იქნება იდეალური. 16. იმიტომ რომ ესე გვერდიდან ირთვება კამერა, რავი, ბევრი მაგას უჩივიან, მაგრამ მე ძალიან მომწონს. და გადაღების ხარისხითაც ყველაზე კარგია. მე მაგალითად ახლა არჩევანი მქონდეს 16-ს ვიყიდიდი. ნამდვილად. ანუ საერთოდ არ განვიხილავდი. კეთი, ბათუმში ცუცყალი არ შეიძლება მაგის დალევა, სულ ყიდულობთ ხოლმე. ხო, აი ევასთვის ყიდულობ. ირინა ბედნიერი დასვენებაო. ლელა, როგორ მიყვარხარ, ყველა ძვირფასები ხარ ჩემთვის. მადლობა ძვირფასო. ნატო, საღამოსაზე ვარსკვლავებს რომ ვხედავ და დილით კიდე კარგი ამინდია ორმაგად მიხარია რომ ზღვაზე გახვალთ. რას საყვარელი ხარ შაშანს უწვიმები იყო ის ამოვნენი დატკბი და ისვენე გემრიელად. შენ სხვანაირი სიყვარული და სხვა სულიერი კავშირი გაქვს ზღვასთან. მე ვისვენებ ზემო აჭარაში ბეშუმში საღამოს ისე მცირე პლიტასთან ვთვები. როგორ მიყვარხარ, როგორ ძვირფასი ხარ ნატო, ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. ხო, ანუ აი ეგ არის რომ აი რაღაცა აი სხვა არ ვიცი წინა ცხოვრებაში მეთქი გუშინ ვფიქრობდი ნეტა ვეშაპი ხო არ ვიყავი აი ზღვასთან მაგ აი არ ვიცი რა სიყვარული უბრალოდ და რატომ აქ ალბათ სიღრმეების სიყვარული რომ აქ და მას რო სიღრმეები აქვს დიდი და ბნელი იმიტომ და მეც არ ვიცი უბრალოდ ჩემი სიყვარულია ეგ ვიცი ხო ბეშუმში ერთი ჩემი ძალიან საყვარელი მაყურებელი და აი ძალიან საყვარელი გოგო რომელსაც კონტაქტობდით და აი მაყურებელზეც მეტია ჩემთვის ეგ დადიოდა ხოლმე აი ბეშუმთან ასოცირება ნინო ქვია იმასაც ჩემ ცხოვრებაში აი ნინოები ახლა შემოვიდნენ ნინო ქვია იმასაც ანუ რაღაცა ძალიან ისეთი კაი საყვარელი გოგო და ისეთ ფოტოებს მიგზავნე და ბეშუმში ბავშვთან ერთად დადიოდა. ოღონდ აი ხო მაგას ამბობდა რომ ძალიან სივაო და მე არ მიყვარს ხოლმე ზაფხულში რომ ძალიან სივა, იმიტომ რომ კი, ანუ მე სიცხის ქალი არ ვარ და სიცხეს ვერ ვიტან, მაგრამ ზაფხულში მაინც სიცხე უნდა იყოს. ჩემი აზრით. ნუ ჰაერი კი სასწაული იქნება. ირმა ლამაზი და ტკბილი დღეები ჩემო კარგებო, ბაბი, გვატკბო ბნის ზღვითო. სოფია, ბედნიერი დასვენება ბოლო წლებია შენი ვიდეოები და მტკბები ზღვით. როგორ მიხარია ჩემო საყვარელო. ვაიმე ინგუშენმა კომენტარმა რაღაცნაირად დამასევდიანა. ბევრჯერ ტირილამდეც მივსულა სარკესთან ჩემი ფეხებით სყურების დროს. ახლა კი გიყურებ შენ, ლამაზ გოგოს, რომელიც ასე მშვიდადაა თავის სხეულში და ხვდები, სილამაზე არ არის სიგამხდრე, სილამაზეა სიმშვიდე საკუთარ თავთან. როგორ მიყვარხარ ძება, ან ჩემ ცელულიტი ამ ფეხებში რომ ესე მშვიდად ვარ, ხო? მაგის თქმა გინდა და ამ ხელა აუდიტორიის წინაშე რომ ვარჩენ ჩემ ამ ცელულიტი ამ ფეხებს. მე ზუსტად ეგ ვიყავი, ანუ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უდიდესი კომპლექსი, 45 კილო რო ვიყავი, მე ცელულიტი მაშინაც მქონდა. ამდენი არა? და შეიძლება სხვას ვინმე ეთქვა რა, აქო მაგრამ მე ხო ვიცოდი და მაშინ ვერ ვიხდიდი და ვერ დავდიოდი პლაჟზე. აქ ბავშვების მერე კანი რომ მქონდა, აი აქ ოდნავ დარჩენილი წირო წამოვიწევდი, აი აქ, აი ესე ჩემო, აი ესე რომ მუჭამაქ იმაში გროვდებოდა იმდენი იყო. მასე მე აი ესე ნაწილ კუპალინგს ჩავიცმევდი, წავედი და მის ქალი ვარ რომელიც კი არ ტიროდა ტირის გაცდა და 5 საათიანი ოპერაციისთვის გაიმეტა თავი, რომ ეს პატარა კანი ზედმეტი არ ქონოდა. მე ის ქალი ვარ, რომელსაც ამ დონის მიუღებლობა ქონდა საკუთარი თავისადმი და ზუსტად კვების საკითხებმა, კვების პრობლემებმა მიმიყვანა იქ, რომ დავიწყე მუშაობა საკუთარი თავის მიღებაზე და სიყვარულზე. ეს არის მთავარი.
არ ვიცი, მე გინახიათ თუ არა თქვენ ადამიანები, რომლებიც, ადამიანი, რომელიც არის ულამაზესი ერთის მხრივ, მაგრამ ძალიან დაკომპლექსებული და შეიძლება ქუჩაში რომ გაიაროს რა ლამაზიაო იფიქრო, მაგრამ როცა მასთან ურთიერთობ, ჩანს იმდენად მოუხერხებლად არის საკუთარ თავთან, რომ შენც ეგ გრძნობა გეუფლება. კარგ გქონიათ? ძალიან, 10-დან 10 როა ადამიანი, მაგრამ იმდენი კომპლექსი აქვს და რო გიკვირს, რომ რატო აქვს საერთოდ კომპლექსი, მაგრამ ეს გარეგნობაზე არ არის დამოკიდებული, ეს გარემოზეა, სადაც გავიზარდეს დამოკიდებული. და იმდენი კომპლექსი აქვს ადამიანს, რომ სავსეა. ცუდად, ვერ არის თავის შვენიერ სხეულთან და სახესთან კარგად, ვერ არის. და რო ხარ მასთან შენც ვერ ხარ, შენც მოუსვენობა გაქვს. თუ გქონიათ რომ მუსიკა როა ჩართული რაღაცა მოუსვენ არის, გინდა რომ წამოხდეს სადმე გაიქცე, ეგრე ადამიანთანაც რა. და მეორეს მხრივ თუ გქონიათ რომ შეგხვედრი ადამიანი, რომელიც ნორმა, საშუალო გარეგნობა, მაგრამ იმდენად თავის თავია. იმდენად ყველა საყურე და ყველა საათი და ყველაფერი რაც მას გარშემო ისე აქ მორგებული. თავის საჭიროებებზე, თავის თავზე, ისე ესმის თავის თავ, ისე იცის თავის თავ, ისე უყვარს, ისე ტკბება ცხოვრებით, რომ უყურებ და ფიქრობ, რომ ეს სილამაზე, ეს საოცრება, ეს სილამაზეზე მეტიც არის. და ეს რა არის? საკუთარი თავის მიღება და სიყვარული, რომელიც იწვევს იმ სიმშვიდეს, რაც შენ თქვი. ეს მოდის საკუთარი თავიდან და მიღებიდან და სიყვარულიდან, ჩემო ძვირფასო. უნდა დაიწყო საკუთარი თავის მიღებაზე და შეყვარებაზე მუშაობა. რო გაიარო პლაჟზე ისეთი გოგოები დადიან, უგამხდრესი, ულამაზესი, ნავარჯიშევი, ჩემნაირი, საშუალო, ჩემზე დიდი, უზარმაზარი, ცოტა ცევილიტით, ბევრი ცევილიტით, შრამით, პლაჟი არის ძალიან კარგი ადგილი კომპლექსების მოსახსნელად, იმიტომ რომ მოიხედავ ყველანაირ ადამიანს დაინახავ და შენ თუ არ ხარ სავსე ან კომპლექსებით ან სიძულვილით, მაშინ ხედავ ეს რა მშვენი მე ეხლა გარშემო ვიყურები და ყველაში ვხედავ მშვენიერებას, ხდები? ის რომ შენ მზესები ცხები, ბანაობ, ტკბები იმ სიცოცხლით, რომელიც ღმერთმა რა სისულელეა. ნახე, შენ ხო გამოიყურები ისე როგორც გამოიყურები. ხო ეგეთი ხარ. შენ ხო იცი როგორი ხარ. შენმა უახლოესმა ადამიანებმა ხო იციან როგორი ხარ. ახლა იქ რო ვიღაცა არის გაშლილი 1000 კაცი პლაჟზე, ან თუნდაც ვიდეოში რო შეიძლება გიყუროს, რა ვიცი, 1000-ობით ადამიანმა, ხო? რაში გაინტერესებს ეს ადამიანები რას იფიქრებენ? შენ ხო ესეთი ხარ. როგორ შეიძლება არ მიიღო, შენი სხეული, თუ შენი სხეულს რაიმე ისე არ აქვს, რომ მოგწონს, მოდი ვაღიაროთ, ისეთი რისი შეცვლაც შეიძლება. ეს შენი ბრალია, ხო? შენი ბრალია და შენ თუ ამაზე პასუხისგებლობას აიღებ, ამის შეცვლა შეიძლება. ეს მე მარტო შენზე არ ვსაუბრობ, მე ყველაზე ჩვენზე ვსაუბრობ, ახლა მე რასაც ვაკეთებ, ხო? მთელი ცხოვრება, ჩემი ბრალი იყო, რომ მე ისე არ გამოვიყურებოდი ვიზუალურად, როგორც მინდოდა. ეხლა მე ვუყურებ ჩემ ფეხებს ვიდეოში და ვფიქრობ, რომ იმაზე კი არ ვფიქრობ, რომ რაიმე რა საშინელი ცელულიტიანი ფეხები მაქვს. არა, მე ვფიქრობ, რომ მშვენიერი ფეხები მაქვს ძალიან. იქ რო გამოვა 100 ქალი, რა ვიცი, 95-ს ეგეთი აქვს. გამხდრეს გოგოებსაც კი, ახლა კამერა რო ისე დაუდო, როგორც მე მედო იქ ზღვაზე, მზის საოცარი განათებას და ის რომ მიუშვე, უმეტესობას აქვს. თუ ბავშვები არ არიან, ხო? იმიტომ რომ ქალის ფიზიოლოგიის ნაწილია ცელულიტი და ეს რო დაგვაჯერეს, რომ ეს საზიზღრობაა და ეს ესთეტიური არ არის, ეს ქალის სხეულია, ქალის ძვირფას სხეული, რომელიც აქ ცხიმუკებს, იმიტომ ინახავს, რომ მის შვილს რო გაუჭირდეს, რომელიც მუცელში ეყოლება, საკვებად მისცეს. პროსტა ხვდები რა არის, ეს დედას სხეულია. არ აქვს მნიშვნელობა შვილი ყავს თუ არა, ქალის სხეული, დედის სხეულია, ეგრეა გათვლილი. რატო გვაქვს რბილი მუცელი? იმიტომ რომ ევა რო თავს დამადებს ხოლმე ხვდები ხოლმე, რომ იმიტომ გვაქვს რბილი მუცელი, რომ ბავშვმა თავი უნდა დაგვადოს.
ეს ფეხუთები და ასე შემდეგ კონუკები იმიტომ გვაქვს, რომ მე ეს თუ დასჭირდა შიმშილობა დაიწყო, იქნებ ძუძუთი კვების დროც ხო ქონდათ ლაქტაცია, მაშინ სად იყო ადრე ისინი დამატებითი საკვებები და რაღაცები ქალს უზუნ დაიჭმებინა ბავშვებს და შიმშილობები იყო. საიდან უნდა მოეტანა, იმიტომ სუქდება ხალი ორსულობაში, რომ აი ამ მარაგებს იმიტომ აგროვებს და ეს მადა იმიტომ აქ რომ ვაიმე და შიმშილობა რომ დაიწყოს, რომ ბავშვი არ მოუკვდეს და გადაარჩინოს მერე ეს მარაგები გადაადნოს და რძეთ იმას ქნას, რომ ბავშვი გამოყვებას. просто წარმოგიდგენია რა სილამაზეა ამაში, როგორ შეიძლება რომ ეს უშნო იყოს. აი ხომ შემოარტყა იმას, ვინც პირველად გაავრცელა ის იდეა, რომ ქალის სხეულს აქსივს რამე უშნო. ქალის სხეული მშვენიერი. და არაფერი არა ესთეტიური ქალის სხეულს, არ ყველაფერი, აი თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ყველაფერი მშვენიერია. ანუ ის სულად რო იცი, ჯუჯუს თავები გიჩანს. რა არის მე მაგაში სუდი? ანუ შენ ხარ ვინც ამას ცუდად და ბინძურად აღიქო, შენ ხარ ბინძური ადამიანი. იმიტომ რომ ეს მშვენიერია, ეს ის პირველია სამყაროსთან შეხება, რასაც ბავშვი ეხება და რითიც მისი სიცოცხლე ნარჩუნდება. ეს არის უწმინდესი. და როგორ შეიძლება მას ბინძურად შეხედოს ვინმე? რა არის ამაში დასამალი? ქალის სხეული არის სილამაზე. რომელი მხატვარი იყო დამავიწლა, სუშიშვილ ქალებს უხატა და ვენერაც რო ყავს დახატული ეგაა. ზღვიდან რო ამოვიდა ვენერა, სახელი არ ყავს. რო კითხეს სულ ქალს რატო ხატავ ამ შიშვილ ქალებს სხვა რამეს დახატავ, მთელი სამყაროაო ქალის სხეულში და იმიტომ ხატავ ქალის სხეულებს. ჩვენ ვართ სილამაზე, ჩვენი ცელულიტებით, ჩვენი მოწერილი კანებით და ძუძუებით. ჩვენ ვართ სილამაზე, გოგოებო, გამომხიზლით. აი ეს რომ ცელულიტი ჩუდია, არის ბიზნესის თავსმოხვეული აზრები. მოდის უდიდესი ბიზნესის, პლასტიკური ქირურგიის უდიდესი ბიზნესის, რომლებაც უნდა იმუშაონ იმითი, რომ ჩვენ კომპლექსები უნდა გქონდეს. ჩვენ ვართ მშვენიერები და თუ შენ ღმერთმა მოგცა სხეული, რომელსაც შენ არ უვლი, აჭმევ და ატენი ზედმეტს აჭმევ და ის აწყალი, შენ კი არ გეუბნები. აი მას ჩემ თავს ვეუბნებოდი ყოველ დღე. შენ ძალადობ შენ სხეულზე იმით, რომ იმაზე მეტ საჭმელს აჭმევ, ვიდრე მას ჭირდება. აბა წაი და შენ საუკეთესო მერსედეს, ან თუნდაც ყველაზე ცუდ მაგას ზედმეტ ბენზინი ჩაასხი. რა არაფერი ხდება? აი რომ გადმოდიოდეს, რომ მოდიოდეს და ბენზინი რომ გადმოსდიოდეს, ესე წარმოგი, აი ვინმე მაგას მანქანას აკადრებს? არა? ჩვენ სხეულს ხო ვკადრებთ იმას, რომ ვავსებთ, ვტენით, ანუ არ არის გათვლილი ამდენ საკვებზე. ყველაფერი ცდება, სიკვდილს იწყებს, ჩვენ ვკლავთ და მე თან ჩვენ ვართ უკმაყოფილო როგორ გამოვიყურებითო. აი ამას ვეუბნები, სასტიკია, მაგრამ სიმართლეა. ამას ვეუბნები მე ჩემ თავს. ადექი დაიკელი ყველა ზედმეტი გრამი ცხიმი, ზედმეტი, საჭირო არა, ყველა ზედმეტი გრამი ცხიმი და იქამდე ივარჯიშე, სანამ რაც შეუძლია შენ სხეულს იმის იდეალამდე არ მივა. არის რაღაცას, მაგალითად ჩემს სხეულს არ შეუძლია, ხო? აქვს მაქსიმუმი და იმის იქით აი იქ მიდი და დავინახო რომ იქ ხარ და ტაშს დაგიკრავ. არ აქვს მნიშვნელობა 10-დან 10 ხარ თუ 5-დან 5. მთავარია იმას რომ ხარ შენი მაქსიმუმი თუ ხარ შენი მინიმუმი. გიყვარ შენი თავი თუ ძალადობ მასზე და კი როგორც დიეტები და შიმშილობა ძალადობა, ასევე ყველა ვინც ემოციების გამო ვჭამ და ზედმეტ საჭმელს ვჭამს, ჩვენს თავზე ძალადობთ. ჩვენს სხეულზე. და თან, აი, სულ ამაზე ვბრაზობდი ხოლმე ჩემ თავზე. ყოველთვის როცა სარკეში ვიხედებოდა ჩემი თავი არ მომწოდა, ჩემ თავს ვეუბნებოდი. ვისი ბრალია? ეს შენი სხეული გაცოცხლებს, გატარებს. ყველა სიამოვნება რაც შეიძლება მიიღო, გეხმარება რომ მიიღო. ამ უამრავიოდენობის საჭმელსაც ჭამს და აქამდე ისე მოგიყვანა, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ხარ და შედამპალო. ჩემ თავს ვეუბნებოდი ამას, როგორ შეგიძლია იყოს თი უმადური. როცა არიან ადამიანები, რომლებიც ახლად კივილისგან, აი მე ვიცი გოგო რუსულ TikTok-ზე მორფით ცოცხლობს ისეთი ტკივილები აქვს.
და მე როგორ ვიყო უმადური, როგორ არ ვიყო მშვიდი და როგორ არ იყო ჩემი ყველა ნაკვთი მშვენიერი. ისე ვიმეორებ, თუ მე ახლა ვარ უამრავი კილო, ეს ჩემი ბრალია. ჩემი პასუხისმგებლობა და ბრალი. და ამ შემთხვევაშიც ჩემს სხეულს რო გაუმარტიო, რომ აბა სამსართულზე რო ქოშინით არ დაიხჩოს და ჯანმრთელობა არ მოვკლა და არ გავანადგურო, მე უნდა ვიზრუნო. როგორც პატარა ბავშვზე დედამ ისე უნდა, ანუ ჩვენი სხეული იმას აკეთებს, რაც შეუძლია. აი იმას მეტი არ შეუძლია. აი ბავშვს ხო ვერ მიანდობ ყველაფერ გადაწყვეტილებას, რაც არ მჭკვიანი და კარგი ბავშვი იყო და რა შენ ხო დიდი ხარ და უნდა მართო. აი ესე უნდა მართოთ ჩვენი ქცევა, ჩვენი პირი, საჭმლის ოდნობა და ყველაფერი. და ეს მიღება კიდევ ეს აი ვერც კი ვხვდებით რა საოცრება რომ ვართ და გვაქვს უნარი აღქმის და სიამოვნების, ტკბობის, დაძინების და გაღვიძების. აი არ ვიცი პროსტა გავიოფლე ნერვიულობისგან. იმიტომ რომ სენსიტიურია ეს ჩემს, იმიტომ რომ მეც ვიყავი იქ. და ყველა გოგოს მინდა მივაწვდინო ხმა რომ შვენიერი ხარ და თუ რამე არ მოგწონს, რაც იმიტომ არ მოგწონს, რომ შენი დამსახურებით არ მოგწონს, შეცვალე. აქ დაიწყება უკვე მიზეზები რატო ვერ. ადამიანები რომლებსაც უნდათ იწუწუნოს, შენზე არ ვამბობ, ზოგადად ვიზახი, მაგრამ არ უნდათ შეცვლა, აი აქ მოყვება უკვე დიდი ისა, სია. რატომ ვერ? და მე მაქვს პასუხი ამაზე. ვისაც უნდა მოძებნის 1000 გზას. ვისაც არ უნდა, ანუ შედეგი უნდა, მაგრამ კეთება არ უნდა, მოძებნის 1000 მიზეზს. მორჩა. გვანთანი, ჩემო ძებათა ძალიან მიყვარხარ და ჩემი სიცოცხლეები ხარ ძალიან მაგარი იუთუბერი ხარ, მადლობა ძირფასო. ნარგიზა მოგესალმები, ნინი რა კარგები ხართ, ლიაც როგორი საყვარელი ქალბატონია. ბედნიერი დასვენება ნინიკო ძალიან მიყვარხარ, ღმერთმასო გახარებული და ბედნიერი გამყოფოთ ყველანი. მადლობა ძირფასო. ასმათი გასაშლელებს რატომ არ ატარებ დასაწოლად ნინი ხომ იყი. როდის ვიყიდე გასაშლელები ხალხო? ეთო, უზღვავი ენერგია მოდის შენგან ნინი საუბრიდანაც ჩანს. ხო, ანუ აქ ზღვაზე მე არ ვიცი. არ ვიცი მე იმდენი ენერგია საიდან მაქვს, არის თბილისში მე ამდენი ენერგია არ მაქვს. ტალღების დროს კამერით არ ჩახვიდე, როცა სულ არის საშიში არ გაგიტაცოსო. ეხლა კამერით ჩასვლისას ნუ შემაშინებთ. კამერის ჩასვლაზეც. ლიზა მიყვარს თქვენი ზღვის ამბები, კარგი ამინდები და საუკეთესო დღეები. ნინი გილოცა მარათონის წამოწყებას. სულ წინ და წინ გელოს ახალი იდეებით. კარგ დასვენებას გისურვებთ ყველას. მადლობა ჩემო ძირფასო, დიდი მადლობა. ირმა ლიას ემოცია რომ მას ესა შორს არ გავიდეს, თვალს არ აშორებს, თითქოს პატარა ბავშვია მარტო ზღვაში. იკაც ყურადღება და მზრუნველობანი ისაყვარო და ეს შეუცვლელი გზნობა, რომელიც არსად არ იკარგება. მადლობა ძირფასო. დონაციას აქვს არსებობის უფლება ცივილიზებულ სამყაროში, რადგან ის არც მოწყალებაა და არც გამოძალვა. ნამდვილად ძირფასო, ეს სიყვარულის მონეტიზირებული ფორმაა. ბაბი, გაიხარე ნინი შენთან ერთად ვარ ზღვაზე. ლიზა, ასთაემსკასა ჩემი ბათუმი, სახლი, უჰაერობა, უჟანგბადობა, ქაოსი, სულიც კი არ მაქვს დასასვენებლად ჩასვლის. ტაჯიკეთია ჩვეულებრივი სამწუხაროაო. არ ვიცი, მე ძალიან მიყვარს ბათუმი. ნუ მე აზრე არ მახსოვს აზრე როგორი იყო. ირმა, ღმერთმა ყველა გაახაროს, ვინც შენ ასე გულით გახარებს. მადლობა ძვირფასო, მადლობა. პონი. აი ხო გაკეთა იქ ამ სიურპრიზია. კი. კარგებოდა საყვარლეობა უფალი იყოს თქვენი მფარველი. კარგი ახალგაზრდა იკანინი რომ უყურებო, ბაბი, მადლობა. თამუნა, კარგად დაისვენე. დილამშვიდობის ნინი საავადმყოფოში ვწერა. ბონი, ჩემი სამი მოხუცი ბებოცავის ელაპარაკებია გავუკვირდეთ და ავუხსენი გავაცანი შენი თავი. ტელეფონი ინაატრეს რა კაი გოგო ყოფილა ჩვენს უყურებდით. ვაიმე, რა საყვარლები არიან. დამაჟი თქვი. სახლს უყიეთ სახლის სამგზავრო და ისე დავისვენებთ. ხმას არ იღებს თავის სივრცეში, რომლის მოკალათებული ბედნიერი. ანუ ვოლიერს გულის ხმაობ ჩასაკეტიროა, მაგაში ვერ ჩავსვაო. ცოდუა და თუ სხვა რამეა მითხარი, არ ვიცი.
აჰა, წავკითხე ყველა კომენტარი, მიყვარხართ ძალიან. ეხა მინდა ჩავიცვა და ზღვაზე წავიდე და ამოვევლო წყალში და მერე წავალ და სუშის ტორტს ვიყიდით. სახლიდან უნდა გავიპარო, რომ არ მომკლან, იმიტომ რომ ეხლა უკვე გამოსხივება იქნება, რომელი საათია? არა, ჯერ 10 საათია. გავრბივა, რა დღე გადამიღია ვლოგები.